ყველა კეთილს ინდესიერ მეთევზეს მიესალმები და ბორჯომლიკანის ხეობას გაუმარჯოს. საქართველოს გაუმარჯოს ბიჭები. მოკლედ იმაში ვარ, ასპექტი, აფექტი თუ რა ქვია, მიხვდით ხო? არც არაფერი მამიწევია, არც არაფერი დამილევია. უბრალოდ აი შეხედეთ რა ხდება, 150 გრამიან ტყიას როგორ მიტარებს ბიჭი. შენ შემოგევლე, ეხლა მოიყვან და თქვენს გაჩვენებთ. მოდი ლამაზო, მოდი შენ შემოგევლე რა კარგი ხარ. შენ შემოგევლოს მამა, აი. აბა, ამოაგდოთ. ო შეგენაცვალოს მამა. შეგენაცვალოს მამა, ბიჭო. რა კარგი ბალღი ხარ, ბიჭო. აჰა. არავის ხეობელს როა ესეთი პატივი მცამ ხეობამ რა. შენ შემოგევლე, ჩემი პატარა გოჭუნა. ჩემი პატარა გოჭუნა. აი ეს არის ნახევარლიტრიანი ბორჯომის ისა რა. აი ნახეთ. ამის სიგრძეა ზუსტად, ცოტა გძელია კუდი დაჟე. შენ შემოგევლე ბიჭო. აქ რა მოგიყვანდა შედალოცვილო შენა. ახლა შეკაცო. თეთრი ჭია არ აიღო. აუღია რა. მოდი ვაჩვენოთ ხალხს რა აუღია ჩემ ლამასსა. აი თურმე მიხო ბორჯომელი მიხო რატო აკეთებდა დიდ ნემსკავებსა, საზნის ნემსკავებზე ვიჭერდი ხოლმე მეუბნებოდა და რა ვიცი, აბა ეხლა საზნის ნემსკავები ცოტა უჭირს. პაოდოკი მაქვს სადღაც 0.18-მდე, 0 რაზე აიღო ეხლა მაინტერესებს კვილებში დავჭერ ტელეფონს. თქვენს გაჩვენოთ. რაზე აიღო? ჭიაყელაზე აუღია. აჰა, ჭიაყელაზე. აჰა. აი შეგო ჩაგახაჯოთ ახლა. აი ბიჭო, ჩაიხედეთ. წითელი ჭიაყელა არა, ეხლა ექსტრაქტორი მინდა რომ გამოვაცალო. მოკლედ აი მათ ღირდა რა. აი მათ ღირდა. შენ შემოგევლე რა, კაი რა ვეხა. ხვალე სამწვადაოთ უნდა წავიდეთ და აი ამ ბალხსაც იქ წავიყვან, აბა რა უყო, კი მაპატიოს, მაგრამ აბა რა უყო. მოკლედ ესე მეგობრებო. კარგით აბა ეხლა დაგემშვიდობებით და მინდა გითხრათ რომ ეს წითელი ჭიაყელა ჩემ ბოსტანში მაქვს არაგვისპირში მოთხრილი. ადრენაკელი შევიტანე და იმის მერე გამრავლდა. ერთი თვე ვინახავდი იქა, მაცივარში. +1 გრადუსზე. და მიწა არის, აი ხლა გაჩვენეთ, აი როგორია, აი ნახეთ. მიწის ჭიაყელა ოღონდ ნაკელისას გავს, მაგრამ რო წვეტავ, ყვითელი წვენი არ გაზდის, მაგრამ სუნი აქვს, რა თქმა უნდა, საზიზღარი, მაგრამ როგორ სიტყვიან რა. კაცაო ტაკუცები უყარდაო და კუილის სუნი ეჯავრებოდაო. მიხვდით ხო მეგობრებო, ნუ ეხა იუმორის გარეშე რა ვიცი რა. გამიგებთ ალბათ. კარგით, всё, აბა დაგემშვიდობებით. ეს პირველი თევზი იყო, ცოტა სინსლავს წვიმს. ნუ დონკაზე რა და ტივტივა მინდა ვატარო და რა ვიმალები რა. აღარ პარკები რაღაცები ავასხი მაღლა და ვითომ ვემალები წვიმასა, ჩემი მოკლე ჭკუითა რა. აბა და აბა ხო, წარმატებები ყველას ბიჭებო. სიხარული არ მოგაკლოთ ღმერთმა. სიყვარული და საერთო ინტერესები მეუღლეებთან ხალხო. მოკლედ ბიჭებო, იმდენი ვეჩალიჩერო. 150 გრამიანი ტყვია მუშაობს. ოღონდ ეხლა უყურეთ ბიჭებო, რას ვაკეთებ. კაი ხრამული იზის რა. რა ვიცი, ზოგან გოჭას ეძახიან, ზოგან ლურჯასა, ზოგან კაპოტსა. ვისური დინების საწინააღმდეგოთ მეგობრებო და დამიჯერეთ უფრო კარგია რა. აი რა ვიცი, მე უფრო კარგად ვამუშავებ რა. დინების მიმართულებით რო ვისვრი რაღაც უფრო მეტი ზაცეპები და რამე რა. უყურეთ რა კარგია. ნუ იქნება ალბათ ერთი 400 გრამიანი, რა ვიცი ესე რა. წითელ ჭიაყელაზე მეგობრებო. წითელ ჭიაყელაზე ახლა ამოვიყვან. მიცადეთ ახლა ტელეფონს და დავყლაპავ. ნუ ხო. ხელით არ ამოყავს ხოლმე, რა ვიცი აბა.
არა მგონია გაეშვათ. Რაღაც გაეშვება. Ребята, всем привет. Короче, нахожусь на Мтквари, на реке Мтквари. И ловлю вот таких вот усачей. Вот смотрите, пожалуйста. Не поддается, но сейчас податься. Вот смотрите, ребят. Вот это есть горный усач. Наконец-то наловчился, ребята. Грамм 150 груза, красный червь земляной или навозный и с легким паром, как говорится. Вот такие вот пироги. Сейчас покажу, что я сегодня поймал. Самый. Вот эта рыба, ребята, храмули. Вот храмули, пожалуйста. Видели, да? Усача поймал сегодня одного хорошего, прям огромного. Вот, ребят, смотрите. Усач. Горный усач. Ну, вообще аж бегом, короче. И т.д. и т.п. короче. Ну, усачи, короче, бички. Вот такие вот стандартные усачи, вот, пожалуйста. Видели, да, ребят? Это то, что надо. Самый смак. Самые вкусные вот бички еще, блин, аж бегомовские. Фрита вот, быстренько, то есть. И т.д. и т.п. Ну, что еще тут? Я не знаю. А, вот сейчас что я выловил. Это тоже хороший, блин. Это скоргена. Ну-ка сравним. Нет, этот потолще, блин, который я полдень ловил. Этот потолще, вот этот, аж бегомовский, блин. Ну что, ребята, всем добра, миру мир и т.д. и т.п. короче. И кикури камераш. Хедаврам, эса? Ай, какие темы загреты, ну все, ребята, всем добра.